მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, ნაზი სარჯელაძე და დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, ჩემი ძვირფასი მეგობარი რუსუდან ხორავა, რომელიც გახლავთ. მე ვთვლი ასე ყოველ შემთხვევაში, რომ ბატონი სოსო კეჭეღმაძის შემდგომ ის აგრძელებს მის შესანიშნავ გზას, რომელიც მან დატოვა საქართველოში, საკუნდო ხელოვნებაში, ჩემი ძვირფასი მეგობარი. ის გახლავთ ფოთის საპატიო მოქალაქე, არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, არაჩვეულებრივი საგუნდო ნაწარმოებების შემქმნელი, დიდი სიყვარული და პატივისცემით მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ქალბატონო რუსუდან და ჩვენ ეხლა მოვისმინეთ ჩვენი არაჩვეულებრივი ნაწარმოები, ბრძანეთ რომელი იყო ის ბათუმის ბრძანეთ რომელი იყო ეს გახლავთ ხმაკატამონთან ბატონი ირაკლი აბაშიძის ლექსზე, რომელიც შეასრულა ბათუმის ქალთა აკადემიურმა გუნდმა. დიახ. ხო, დირიჟორი გახლავთ გელა ვადაჯგორია და ვფიქრობ, რომ ძალიან შემეულად დარჩა ეგ ნაწარმოები გახსნილი, ძალიან ავტობისეული კონცეფციით და მივესალმები მათ და მადლობა მათ, რომ აი ასე იმუშავეს და ასეთ ხარისხში წარმოაჩინეს ეგ ნაწარმოები. დიახ. გავაგრძელოთ საუბარი. დიახ. და ვიცი, ალბათ ჩემი თავი და თავი ალბათ მაინც უკავშირდება ჩემს გენეტიკურ კოდს. დიახ. იმდენად, რამდენადაც ჩემი ბაბუებიც ხო მომღერლები იყვნენ. ჩემი მამის ბებიაც ხო ცნობილი მეჩოლგური იყო საქართველოში და რომელი ერთი და მამა ხო იყო არაჩვეულებრივი ლოტბარი, რომლის მეშვეობითაც მოხდა ჩემში ჩასახლება საკუნდო ჟანრის. დიახ. და ეგ ნაწარმოებები, ეს ხალხური სიმღერები, რომელიც გაჩენის დღიდან მესმოდა მე, ლოცვად დამკვიდრდნენ ჩემს სულში. დიახ. ლოცვად დამკვიდრდნენ და ძალიან ფასდაუდებელია ჩემი მამის ამაგი ამ მხრივ, იმიტომ რომ მას ყავდა როგორც ბავშთა გუნდი, ასევე ვაჟთა გუნდი, ქალთა გუნდი და დიდი საქალაქო გუნდი და ამაზე დიდი ესთეტიკა და ამაზე დიდი სიამოვნება, რაც ბავშვობაში მივიღე, არსად არ მემიღია. ამიტომ მამამ განაპირობა ძალიან დიდი, რაღაც ეს ყველაფერი მაინც ბუნებრივად მოხდა, მე მგონი, ძალიან ბუნებრივად. მამა როცა ჩამოიტანდა თავისი მაგნიტოფონით, ესე იგი სიმღერებს, მთელი ღამე მუშაობდა, შიფრავდა ამ სიმღერებზე და ჩვენ გვინდოდა თუ არ გვინდოდა, გვესმოდა ხალხური სიმღერები. დიახ. ამან განაპირობა ის, რომ დიახ, ხალხური სიმღერა, რომელიც არის ჩვენი ვინაობისა და რაობის გამსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ახალბედა დგას სწორედ ეროვნულ ფესვებზე. მერე უნდა ჩამოყალიბდეს მისი სახე, ინდივიდუალური სახე, მაგრამ ფუძეთა ფუძე და საფუძველი ნამდვილად უნდა იყოს ხალხური, რომელიც ალბათ ეს არის გამსაზღვრელი, ვინ ახარ შენ და ასე რომ მამამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. მე რასაკვირველია ყველა ჟანრში ვმუშაობ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ძირითადი ჩემი ჟანრი არის საკუნდო და დარჩენილ წლებსაც ამ ჟანრში ვაპირებ, რომ ვიმუშაო დარჩენილ წლებში, ხო და უნიკალურია ეგ, მით უმეტეს რომ საქართველო არის რაღაც სასწაული ქვეყანა ამ მხრივ, რომელი კუთხე გინდა, სადაც არ მოიხიბლება ადამიანი, ლირიკა გინდა თუ გამბული გინდა თუ კრიმანჭული გინდა თუ რა ვიცი, იმერული სიმღერები გინდა თუ რა ვიცი, მოკლედ სვენა არის რაღაც საოცრებათა რაღაც სამყაროში ხდება ეს, რომელიც ამ ხალხურს, რომელიც არის ასეთი ფასდაუდებელი ჩვენთვის ხალხური მუსიკა, დიახ.
რომელსაც მე ძალიან ვაფასებ და ვეთაყვანები. და ემსახურები. ხო, მსახურები რასაკვირველია, ვემსახურები. და ასევე ჩემი ოჯახის ყოველდღიური მოთხოვნა იყო ბუხართან გვემღერა ხალხური სიმღერები, ერთმანეთზე ენაცვლებოდა ჩონგური, ფანდური, გიტარა და აი ამ სულიერი საზრისის გამოძახილი გახლავთ 4-მიანი ჩემი გუნდი ბუხართან. ხო, და ასევე სახუმარო, რომელიც სწორედ ის იდილია თუ ის რაღაც საოცარი სულიერი საზრისი იმ პერიოდის ჩავდები ამ გუნდებში და რასაკვირველია სხვა გუნდებშიც ეს ხომ არის ერთგვარი მიღებული შთაბეჭდილების დაბრუნება, რომელსაც ჩვენ ასე ვემსახურებით. ტკივილის თუ სიხარულის, თუ განცდის და თუ სულიერი საზრისის, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, კომპოზიტორები, დიახ, და ეს იყო რაღაც საოცრება, რაც ხდებოდა ჩემს ოჯახში. ყოველდღიური სიმღერა ხალხური სიმღერების და აი ეს დიდი ამაგი, რომელიც მამას მიუძღვის. მე შემდგომ ბედნიერია, კიდევ ვიტყვი იმას, რომ ბედნიერია ადამიანი, რომელიც შემოქმედებით გზაზე თუ ახალბედობის ჟამს, როცა ძალიან ყვაწვილი ქალი ხარ და მაშინ გამოჩნდებიან ის პიროვნებები, რომლებიც საოცარი სულიერებითა და სიყვარულით დაგიდგებიან მხარში. ასეთი მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩემს ფონდში ჩამოვიდა განაწილებით კომპოზიტორი არმენ შახბაგიანი. დიახ, განაწილებით ჩამოვიდა და სასწავლებელში მან მე აღმომაჩინა, რომ მე რაღაცებს ვწერდი, მაგრამ იმდენად მორიდებული ვიყავი, რომ მერიდებოდა ამის გამხელა. და ამ ადამიანმა სრულიად უსასყიდლოდ მომკიდა ხელი და გამაკეთებინა კოლხური ელეგია, რომელმაც განაპირობა ჩემი მოწყობა უკვე კონსერვატორიაში. დიახ. და უსასყიდლოდ ძალიან მთელი გულითა და სულით მომამზადა. 1-4 თუ 5 ნაწარმოები გავაკეთეთ მისი მხარდაჭერით და მისი თანადგომით. ეს რომელ კურსზე ხართ ახლა სასწავლებელში? მე ვარ 4 კურსზე, მუსიკალურ სასწავლებელში, დიახ. მე 4 კურსზე ვარ და აი ამან განაპირობა ჩემი მოხვედრა ბატონ ალექსი მაჭავარიანის კლასში. და ეს იყო უბედნიერესი პერიოდი. ალექსი მაჭავარიანი, უბედნიერესი, უდიდესი მამულიშვილი და როგორ ვიმუშავეთ ჩვენ თითქმის ყოველდღე მუშაობდით და ძალიან ბევრი ნაწარმოებები შევქმნი კონსერვატორიის სწავლის პერიოდში და შემდგომაც ასისტენტურა სტაჟირება მის ხელში გავიარე და ეს რომელი წლებია? ეს 80-იანი წლებია უკვე. 80-იანი წლებია და რა ვიცი, დავუვიწყარი ამასთან ეს ურთიერთობები. შემდეგ აი ამ პერიოდს უკავშირდება სწორედ ესე იგი კონსერვატორიის წლებში პირველად შესრულდა ჩემი ქალთა გუნდები კონსერვატორიის მცირე დარბაზში. ქალბატონი კლარა კეშერაშვილი, აც გარდაცვლილი, ქალბატონი კლარა კეშერაშვილის ხელმძღვანელობით და ეს იყო პირველი ნათლობა ჩემი. პირველი ნათლობა, ეს იყო პირველი ნაბიჯები ჩემი.
ქალთა გუნდები, რომელიც ნამდვილად საკმაოდ მაღალ ხარისხში იქნა შესრულებული პლენუმზე. დიახ. და ამ პერიოდში მე ძალიან მოკრძალებით, ძალიან დიდი რიდით მივედი ბატონ გივი მონჯეშვილთან. კონსერვატორიის პერიოდში მივედი და მე მომასმენინე მას ჩემი რამდენიმე შერეული გუნდი და იგი ძალიან ყვაყოფილი დარჩა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ამ დიდ მაესტროსთან და მის ქალბატონ ძვირფას ქალბატონთან ლია ლუმიაშვილთან. აი ეს ადამიანები იყვნენ ჩემი მეგზურები 4-მიან გუნდებში. 4-მიან გუნდებში. და მეგზურები იყვნენ და ისე საოცრად თელი გულით დამიდგნენ. თელი გულით პირველი მსმენელები ესენი გახლდათ. პირველი მსმენელები. და აი ბატონ გივის იმდენი სიკეთე აქვს ჩემთვის გაკეთებული და ქალბატონ ლიას. აი თუ არსებობს ეს ჩემი პატარა ციცქნა აკაპელა გუნდები სწორედ მას ეკუთვნის ეგა რომ ბატონმა გივი მთხოვა მე შემექნა მე მეუბნები რომ არ გამომივა ბატონო გივი მაგრამ მე გამომივიდა ასე რომ საოცრად ამ მადლიერებას ვერაფრით ვერ გადავიხდი ვერაფრით და მას მე უწოდებ ნურც შეეცდები გადახდას იმიტომ რომ თქვენ უკვე გადაიხადეთ მოდით ასე ვთქვათ გადაიხადეთ კი როგორ არა ის ხო დღეს ყველაფერს ამას ხედავს არა და ჩართულია მოვლენებს უსმენს და მე მას ნამდვილად უწოდე ჩემი მეორე მამა გონიზებაზე იყო თუ ვერ დადის რაღაც შეუძლო არა უშავს მაგრამ ეხლა მალე ალბათ ჩადგება ფორმაში და უცვლელად და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მინდა თქვა რომ დიახ სწორედ სახელმწიფო კაპელის ბატონი გივიდან წამოვიდა ეგ რომ ფოთში გამართული იყო ჩემი საავტორო კონცერტი დიახ 2000 წელმა მე ვფიქრობ რომ საოცარი გარდატეხა მოიტანა სახელმწიფო კაპელამ შეასრულა ჩემი 18 გუნდი ფოთის თეატრის სცენაზე და ფოთის საზოგადოებამ ეს კონცერტი ძალიან კარგად მიიღო მასშტაბური სახე ჰქონდა და აი მე თბილისიდან იყო ჩასული სახელმწიფო კაპელა ბატონი გივი მონჯეშვილის ხელმძღვანელობით და ესე იგი აქ მე მაგრძნობინა ბატონმა გივიმ და ამ კონცერტმა რომ მე უნდა გამეკრძელებია მუშაობა საგუნდო ჟანრში. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდე აი ესეა ჩემი ხო ეს იყო 24 წლის უკან. კი, რა თქმა უნდა 2000 წელს იყო ესა და დიახ და შემდეგ ამ კონცერტის შემდეგ ორგანიზატორი 2014 წლის საავტორო კონცერტის ორგანიზატორი გახდათ შიო აბრაჰამია, როგორც აქ იდეის ავტორი და ორგანიზატორი, როგორც თბილისში, ასევე ფოთში. ხო და ძალიან ესეთი მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო შიოსადმი გამოვხატო უდიდესი მადლიერება ბატონი არჩილუშვილიცისადმი თავარი დირიჟორი ჩვენი სახელმწიფო კაპელის არაჩვეულებრივი პიროვნება სულიერი საზრისით სავსე პიროვნება არაჩვეულებრივი პიროვნება რომელმაც შესანიშნავად გახსნა ჩემი გუნდები ჩემი 4-მიანი გუნდები და აი სარგებლობ შემთხვევით და მადლობა ეს არის აი ეს მადლიერება რომელსაც საზღვარი არ აქვს ჩემი მხრიდან და თითოეულ წელს კაპელის თითოეულ წელს უღრმესი მადლობა ამისთვის რომლებმაც მე მხარში დამიდგენ და შემაძლებინეს ეს საღამოს შექმნა და ასე ვთქვათ რამდენიმე გუნდის მოსმენა საზოგადოებისთვის და ბოლოს იყო ეხლა 24 წელსში აი ეხლა ნოემბერში წარმატებული ფიქრობ რომ წარმატებული რა თქმა უნდა საღამო იყო ვესწრებოდი ამას 26 ნაწარმოები შესრულდა ჩემი და ასე რომ უსაზღვროდ მადლობელი ვარ უსაზღვროდ მადლობელი ასევე მინდა ხაზგასმით აღნიშნო ჩემთვის ძალიან ძვირფასი ზაირა და გელავა და ჭკური ბათუმის დიახკათა აკადემიური გუნდის დირიჟორები მათთან მე უკვე ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს დიახ
ძალიან დიდი ხნის დიდი პროფესიონალი გახლავთ ძალიან ორთავე არის არაჩვეულებრივი სულიერი საზრის მატარებელი არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ და მადლობა მათ რომ აი ასეთ ხარისხში შეასრულეს ჩემი გუნდები და სხვათა შორის ბათუმიდან ჩამოსულებულმა იმ დღესვე დაბრუნდნენ ამხელა გზაზე და ღამე წავიდნენ ხო და ეს არის უდიდესი მხარდაჭერა დილით შაბათზე ჩამოვიდნენ და იმ საღამოსზე წავიდნენ უდიდესი მხარდაჭერა უდიდესი თანადგომა და მადლობა მათ ამით მე წუხდი ჩემ ძირფაზაირას დიდ მადლობას და ბატონ გელას ფასაუდებელია ეს მეგობრობა ურთიერთობა გეთანხმებით მე ასევე მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მომიხსენიო ახალგაზრდა დირიჟორი ქალბატონ თელავიდან რომელიც ბაშთა გუნდი ჩამოიყვანა თელავიდან ქალბატონი მაია შალიკაშვილი შესანიშნავი სულის ადამიანი შესანიშნავი და კარგი ბავშვები არიან არაჩვეულებრივი მათმა შეასრულეს ძალიან რაფინირებულად ჩემი საბავშვო გუნდები და მადლობა მათ ამისთვის რომ ხარში დამიდგნენ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომ ესე იგი რო არ ყოფილიყო მხარდაჭერა ესე იგი ქალაქის მერიიდან ჩვენი მერიიდან და კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მხარდაჭერა არ შედგებოდა ეს კონცერტი ჩემი არავითარ შემთხვევაში ამიტომ სარგებლობ შემთხვევით და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის უღრმესი მადლობა რომ ხარში დამიდგნენ და შემაძლებინეს ამ საიუბილეო კონცერტის ჩატარება უღრმესი მადლობა მას და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აი საქართველოში თუნდაც ერთი პატარა გუნდი რომელიც შესრულდა აი დირიჟორს მინდა მადლობა უთხრა ჩემი გუნდები თუნდაც ერთი გუნდის შემსრულებლად დირიჟორებს აუცილებლად უღრმეს მადლობას გითვლით ამ სტუდიიდან უღრმესი მადლობა ეს ისეთი რამ არის ქალბატონო ნაზი რომ ეს სულის აქტივობა შემოქმედისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ისე აგანთებს ხოლმე ნაბერწკალივით აგანთებს და რაღაც საიმედოდ შეგმოსავს გესმით რომ კიდევ დაწერო მერე რა თქმა და ეს იცით რამ ხელა რამეა საოცრად მე ვხდი იცით მადლობას მათ ყველას იმიტომ რომ თქვენ კი შექმნით დიახ ეს ნაწარმოებები, მაგრამ იმათმა უნდა შეისწავლონ, ასწავლონ თუნდაც ბავშვებს, თუნდაც კაპელის წევრებს, და გამოიტანონ ეს ნაწარმოები თავიანთი გემოვნებით, შესრულების მანერით, მინდა გითხრათ და იმათ გამოაქვთ ეს როგორი დიდი შრომაა ჩადებული. უზარმაზარი შრომა. ეხლა მე არ ვიტყოდი ამას რომ ლოტბარიშვილი არ ვიყვე. შეხედეთ ეხლა კაპელა რა თქმა უნდა ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ არის რა თქმა უნდა ყველა ვოკალისტები გახლავთ და ეს მათი საქმიანობა, სამსახურია, პროფესია, მაგრამ პატარა ბავშვები რო გამოდიან, იქ გოგონა იყო სოლისტი, ის კრიალა ხმა ქონდა, ხო? და ასეთი ბავშვები, ასეთი პატარა ბავშვები დღეს ესე არიან ასეთ დიდ ხელოვნებას, რასაც ქვია საგუნდო მუსიკა. მე პირადად იმ ქალბატონს მაია შალიკაშვილი მინდა აქედან ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ ასეთი მონდომებით ბავშვები მღეროდნენ და ისე უყურებდნენ დირიჟორს. ეხლა რიცი ჩემი შვილიც დირიჟორი არის, მაგრამ ეხლა სხვა სპეციალობით, მაგრამ ეს ნანახი მაქვს მე და დავყვებოდი მე ქალბატონ ბენული თოფურიძეს და ჩემი შვილი და ვიცი როგორი დიდი შრომაა და მაგრამ როგორ აი ყველა როგორ მოიყვანა მასთან. კი, ნამდვილად. შეაყვარა ეს და ეს ბავშვები მომავალში იცით თუ კარგი
დირიჟორები არ გამონეთ, არ გაყვებიან ამ გზას, ყოველ შემთხვევაში კარგი მსმენელი იქნებიან საგუნდო მუსიკის. ამაზე ორი აზრი არ არის. შემდგომში გავაგრძელოთ, ქალბატონო სიკო გვიაბეთ კიდევ ჩვენ გვაქვს კიდე 10 წუთი. კი, რასაკვირველია ხო და რა ვიცი, ალბათ მაინც შემა ოჯახმა უპირველესად და იმ ადამიანებმა, რომლებიც ხარში დამიდგენ მე. თქვენი მეუღლე, როგორ გეხმარებათ? კი, ძალიან მომეხმარა, იმიტომ რომ ბატონი ბადრი ჩართული ამ საქმეში. ნამდვილად. დიახ. ნამდვილად, რომ არა მისი დიდსულოვანი ბუნება, რა ვიცი, ალბათ ცოტა რთული იქნებოდა, იმიტომ რომ სულ დაჭირული ცხოვრობს, სულ დრო არ ყოფნის, სულ რაღაცას ჩქარობს სულ, იმიტომ რომ ბევრი რამ დასაბინავებელი მაქვს და მომყვება რაღაცნაირად და აი ახლა ეს პროექტი სწორედ რომ ბადრიმ აიღო მის ხელში და ყველაფერი არაჩვეულებრივად გააკეთა. კი, მესაუბრა. მე მხარში მე ერთი ცნობის მოყვარეობა მინდა მაქვს ასეთი და მაინტერესებს როდესაც თქვენ როგორ იწყებთ თქვათ რომელიმე ნაწარმოების შექმნას. ჯერ რა თქმა უნდა ტექსტ, როგორ ეძებთ ტექსტი. მაგას ნუ მკითხავთ. ეგ არის ყველაზე მთავარი, ხო მართალია? ძალიან რთულია. აი, რამდენ ხანს უნდებით თქვათ? ამის მოძიებას შემდგომ იქ თანხმოვნები, ხმოვნები, მარცვლები, ყველაფერი. აი ეს სამუშაო, შიდა სამუშაოზე მომიყევი. რა არის იცით? ჯერ ეს ემოცია ტრიალებს გულში. ჯერ ტრიალებს გულში, რაზეც მინდა მაგალითად შეექმნა ნაწარმოები. მერე ურთულესი პროცესი გახლავთ, როდესაც ეძებ ძალიან ჭეშმარიტ ტექსტს.
დიახ. მაგრამ ერთი რამ კიდე გასათვალისწინებელია ძალიან მკაცრად, რომ ვოკალურ არტიკულაციას აქვს თავისი კანონები. რა თქმა უნდა. დრამატულ ადგილებში თუ კი აი იმიტომ გითხარი, ხმოვნებით, დამჯდარი იქის ასო ის სიტყვა არავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებ იმ შედეგს რაც გინდა. ეს ეს ცალკე მეცნიერებაა ხალბატონო. ცალკე მეცნიერებაა და მე ძალიან ბევრს ვმუშაობ პოეტებთან. აი გულო დაუბლებულო მაგალითად მარლამ გოგოაძესთან ჩვენ ერთი არ მოგვეწონა მე კიდე მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიღეთ ის რაც მე მინდოდა ამას უნდა მუშაობა აუცილებლად მუშაობა უნდა და დათვალისწინება სწორედ ის ხმოვნები მაგრამ არა მარტივი უბრალო ლექსი ტევადე სულიერის აზრისით თუ დრამატურგიით მაგრამ არა მარტივი გესმით არა მარტივი ეს კიდე სხვა თემაა და მე მართალი გითხრათ ძალიან ბევრს ვეძებ ლექსებს ვეძებ ძალიან ძუნწად და ბედნიერი ვარ როცა ვიპოვე თუმცა მაგალითად ჩემო მარტოხელა სულო მე შეკვეთა მივეცი მე როცა ვერ პოულობ ლექსებს მე შეკვეთას ვაძლევ პოეტებს და ბალანკას ვაძლევ ეგრევე რომ მე ეს მინდა აუცილებლად ამდენი მარცვალი მინდა ხმოვნებით სავსე მინდა აქ დრამატურგია ასეთი მინდა ეს ძალიან რთული პროცესია არ გამოვა ნაწარმოები დრამატურგით სავსე და უშუალოდ არც სულიერ საზღვის არ ექნება ფასი სადაც ჩემთვის პირადად თავარი არის ხატრული ღირებულება ნაწარმოების თუნდაც ტექსტი თუნდაც მუსიკა თავარია ხატრული ღირებულება და ინტონაციური ექვივალენტი თუ ეს სინთეზში არ არის გამორიცხულია რომ რამე მიიღოთ გამორიცხულია ამიტომ ისე პატარა ბავშვით მიხარია ხოლმე როცა მივაგნებ რაღაცას გესმით როცა მივაგნებ მაშინ ვარ ძალიან ბედნიერი და ეს დუხს ყველაფერი გულში გასაკვირველია თუმცა როცა მძინავს მაინც ეს რაღაცები მუშაობს თავში რომ აბა ეს გადანაცვლება როგორ იქნება ეს რითმულად როგორ ჩაშლება დრამატურგია აბსოლუტურად ეს თანხმედრი არის მუდამ ტრიალებს ეს გონებაში რომ მივიღო ის რაც მე მინდა. დიახ. ხო, და ემოციას უდიდესი ძალა აქვს. აი ეს ჩემი მიწოდებულია მაგალითად ვაზის ცრემლები. მე მივაწოდე ქალბატონ მაყვალა გონაშვილს და არაჩვეულებრივი ლექსი შემიქმნა. არაჩვეულებრივი, რომელიც ამ კონცერტზე შესრულდა, რომელიც ნიკოლას მეუძღვენი ძალიან ბედნიერი ვარ ისეთი საოცარი. იგივე ზაზა ქინგლაძე, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა მინდა. ძალიან ბევრი ლექსები ლექსებზე მაქვს შექმნილი გუნდები, როგორც საერო, ასევე იციან იმათმა უკვე. იციან უკვე რა მინდა მე, რა მჭირდება. ხო, ეს აუცილებელია, ეგ არის საწყისი. ეს არის საწყისი და მერე, როდესაც აქ დუღილი მიდის, მერე უკვე გონება ერთვება. რა ვიცი, იცით რა არის, ისე კომფორტულად უგრძნობ თავს ამ ჟანრში. რა თქმა უნდა. ხო, არაფერი ისეთი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ძალიან კომფორტულად უგრძნობ თავს და ყველაზე იოლია. ხდება ასეთი რამ თქვენს ცხოვრებაში, რომ აი, როდესაც ტექსტი გააქვთ თქვენ და აი მელოდია როდესაც უნდა შეიქმნას. აი ღამე ფიქრობთ ამაზე. რას ლაპარაკობ? ხდება ისეთი რამ, რომ ღამე სწორედ რაღაც იდეები, რაღაც მოდის ყურში, თქვენი ის მელოდია, რომელიც უნდა ჩაიდოს ამაში. ეს მუშაობს, ხო, აი ეგ მინდოდა, იმიტომ რომ ვერ შექმნის ვერცერთი კომპოზიტორი იმის სიტყვით თუ არ მუშაობს ყოველ წამს, თუნდაც ერთ სიტყვაზე. მე ერთი ფაქტი მინდა ვთქვა, რომ არის მე ხო რომანსების შემსრულებელი ვარ და ერთი სიმღერა არის დვეროზე. და იქ სიტყვებში არის პირველი კუპლეტის მეოთხე სტროფის ბოლოს სიტყვა არის სმერტი. სმერტი.
და ეხლა ვინც ეს შექმნა თვითონ კომპოზიტორმა ძალიან გამიკვირდა რომ ეს სიტყვა რომელიც არის თუ არ შეეძლო რომ შეეცვალა იმიტომ რომ მოდის მაყურებელი შენ გისმენს და უცებ ის ისმენს სიტყვას სიკვდილს ის მსმენელი ხო უკვე იცოლება და გადადის რაღაცა სხვა სამყაროში ხო რაღაც განცდა და რაღაც ხო კიდევ არავინ მარიცის მას რა აქვს რომელთაც მოვიდა ამ საღამოზე ხო განცდა რა ქონდა წინასწარი აქ მოსვლამდე ხო ეს ბრუნდება ხო და თუნდაც მოქმედებს მასზე მოვისმინე ყველა მომღერალი რუსული სამყაროსი აი მთელი მომღერის მაგ სიმღერას და მარტო ერთი პიროვნება არის ოლეგ პოგუძინი რომელმაც შეცვალა ჩემსავეთ ფიქრობდი თუ ჩემსავეთ არ არის სხვა რომელსაც არ აწუხებ ერთ-ერთი სიტყვა რომელიც არის ამ ტექსტში და რომ მოვისმინე ბოლო ამ პიროვნების ამ ოლეგ პოგუძინის მან შეცვალა ჩორნე ვუალ ჩაჭდა ძალიან გასარევად კი და აი ამიტომ შეგეკითხეთ რომ აი ეს სიტყვები რომ არის თქვენს როდესაც იღებთ თქვა როდესაც მოგაწოდებენ ლექსს ხდება ასეთი სიტუაცია რომ რაღაცა სიტყვა მარცვლებში არ არის კი თქვენ ბძანეთ რომ იციანო მაგრამ შეცვლაზე როგორ არა ხომ არ გეწინააღმდეგებია აი ეგ მინდოდა ეხლა იცით რა აი სარგებლობ შემთხვევიდან არაჩვეულებრივი პოეტები ყავს საქართველოს გეთახმები მიმოზეცანავა დავით შემოქმედებელი რომლის ეს ჰიმნი ჩვენ შევასრულეთ იქა და რა ვიცი რომ ეთერზარიძე რა ვიცი რომელი ერთი გითხრათ ნინო ქუთათელაძის ლექსზე შესრულდა ლალი ჯაფარაშვილის რა ვიცი მთელი არაჩვეულებრივი ხალხი ყავს ჩვენ პოეტები შესანიშნავი ხალხი ყავს მაგრამ სიტყვის შეცვლა რასაკვირველია რამდენჯერ ეს მუშაობის პროცესია რა თქმა უნდა მუშაობის პროცესია და მე რა ვიცი ალბათ ბედნიერი ვარ რომ მე ამ პოეტებთან მაქვს ურთიერთობა დიახ საოცრად ხო მე კუთხეების მიხედვით მიმართავ ხოლმე კუთხეების მიხედვით მიმართავ თუ ფშაური მინდა ვიცი ვის მიმართო ხო რა თქმა უნდა ეს უკვე თქვენი სამუშაო ასეთ თქვათ პროცესია და ძალიან კარგი ქალბატონ რუსუდან სამწუხარო ჩვენი დრო ამოიწერა და პატარა ბოლო რეზუმე ბზანეთ მე მინდა მადლობა უფალს უთხრა რომ მაზიარა ბგერათა ჰარმონიულ ფერადოვნებას რომელმაც მე უკიდა განო სიყვარულით ამავსო ამ ჟანრისადმი საკუნდო ჟანრისადმი და ბოლოს კიდევ საკუნდო ჟანრი ქალბატონო ნაზი ჩემთვის გახლავთ გვირილებით მოჩიტული სამყარო დიახ კარგი შედარება სადაც სულ სიკეთა და სიყვარულის უკეთ აი ეს არის ჩემთვის გუნდი ეგ არის ჩემთვის გუნდი და რა ვიცი დარჩენილ წლებს მხოლოდ საგუნდო ჟანს უძღვენი და მადლობა უფალს რომ აქამდე მოვედი და შემაძლებინა რაღაცა მცირეოდენი მათ რასამბობთ თქვენ მე ვთვლით რომ საქართველოში დღესდღეობით პირველი ხართ საგუნდო ხელოვნებაში და არაფერი ისეთი მაგრამ უბრალოდ ეს სულისტკივილია და ბედნიერი ვარ რომ არც არაფერს არ ვიტოვებ გულში ამითი ვარ ბედნიერი თქვენი სახელით დავემშვიდობებით ჩემს ძვირფას მაყურებელს და ვეტყვი უდიდეს მადლობას რომ მოგვისმინეთ და კიდევ ერთხელ თქვენი სახელით დიდ მადლობას გადავხდი ქალბატონ რუსუდანს რომ დრო გამოძებნა მიიცალა ბრძანებისთვის და დღეს ჩემი ძვირფასი სტუმარი გენეჩვენე თქვენ მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენ მადლობა უღრესი მადლობა თქვენ გენეჩვენე მადლობა ძალიან დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის